მოკლედ ჩემ ხარეს საინტერესოა ყველა დიზაინერს უნდა და ოდესღაც გამხდარიყო ინდი დეველოპერი და როგორ შეიძლება რომ გახდნენ ინდი დეველოპერები ახლა ანუ აწყონ ინდი ეპები და გაუშვან და კონდეთ რამდენი სულად მაგდან მოკლედ მე ვარ გურის იჭინავა principal product designer-ი ასევე entrepreneur-ი და part time კიდე რაღაცებს ვაკეთებ ჰობებად მაქვს გაშლილი რადგან სლაიდი არ მაქვს შემიძლია ჩემი personal website-ის ეს summary გაჩვენოთ დამიკეთები აქამდე ეხლა რას ვაკეთებ უფრო დეტალურად ბოლოს მუშაობდი staff product designer-ად UK based startup-ში რომელიც იყო creator economy startup-ი იყო Kevin Hart's მიერ baked და მანამდე მუშაობდი საქართველოს ბანკში და მაქვს design community UX UI designer George ახლა უკვე design residents aka resident-ი რომელშიც ვლაპარაკობთ UX UI design-ზე და არა მარტო მომავალში კიდე რაღაცებს გეგმავთ ასევე მაქვს printing კომპანია და კაფე თბილისში რომელიც არის highly rated on a branch ამის გარდა ახლა მუშაობ AI startup-ზე sole founder-ი ვარ ყავს 4 თიმის წევრი და ვაკეთებთ multi-აგენტურ softwares რომელზეც 2 თვეში დღეიდან დღეს ესე იგი თებერვალი სადღაც აპრილისკენ გვექნება demo მაგაზე ვერ მოგიყვებით იმის რომ kind of secret მაგრამ შემიძლია გაჩვენოთ დღევანდელი demos აზრი ყოველთვის მინდოდა რომ ყოფილიყავი indie developer-ი front-end development-ი დაახლოებით რაღაც ზონაზე მესმის ანუ HTML CSS-ის გარდა JavaScript-ს მესმის შემიძლია front-end development-ის მხარეს ნებისმიერ რამე ვაკეთო კურსორი რო გამოჩნდა თავის დროზე ძალიან გამიხარდა და კურსორი გამოვიყენე საკმაოდ ხშირად და ერთ-ერთი რაც არ მომეწონა კურსორის ის იყო რომ ეს routine-ები და მთლიანი მოწყობა არქიტექტურული რამე SAS-ის მსგავს თუ ვიზამდი ძალიან ტვინის ბურღი იყო ხოლმე და მეზარებოდა ცალ-ცალკე ესე ძრომიანი და ამის კეთება. ამის ავტომატიზაცია ყოველთვის მაინტერესებდა რომ რამეს თუ შეეძლო რა. და გამოჩნდა Lovable წელს გამოჩნდა წინა წელს გამოჩნდა 2024-ში დასაწყისში თუ არ ვცდები და საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ძალიან ეფექტურად აკეთებდა რაც აკეთებდა და პლუს ის ჰქონდა რომ აი ამ პრობლემას database-ის მიბმას, routing-ებს ასე შემდეგ ყველაფერს აგვარებდა. და ადამიანებს შეეძლოთ უკვე უცებ გაუჩნდათ ეს ლოგიკა რომ შეეძლოთ ნებისმიერი იდეა მომენტალურად ექციათ რაღაც კომპანია თუ არ ვიცი რაც სერვისად. მე ამით არ ვთაგონდი, მაინც და ისე ისედაც შეგონებული ვიყავი ამით დიდი ხანია, რადგან დიზაინში ვარ ძალიან დიდი ხანია, ცალკე დეველოპმენტს ვერ დავუდგეთ დრო და შესაბამისად გამიჭირდა რომ ახლა მოდი ავდგეთ და ხელახლა გავაკეთოთ ის რაღაც. დღევანდელ დემოში მინდა გაჩვენოთ სპეციალურად გავაკეთეს, ანუ წინასწარ არ შევქმენი ფლატ ყველაფერი, მაგრამ 3 საათში რაც გავაკეთე და ალბათ პლუს 1 კიდე დამატებით 3 საათი რო დავხარჯო, შემიძლია პროდუქტ ჰანდზე დავდო, ან ინდი ჰაკერზე დავდო ეს პროდუქტი უკვე და იუზერებს ავკრიბო რა. ანუ თქვათ ყველაზე მაქსიმუმ რო გავწევდე 6 საათი არა 10 საათი თქვათ, 10 საათში შემიძლია პროდუქტი გაუშვა functional და product market fit მოვარგო ისე რომ გამოიყენონ რა. ანუ კაი usability კონდეს. რადგან დიზაინერი ვარ და ასევე ბიზნესის მხარეც მესმის ძალიან კარგად ეს multidisciplinarობა ძალიან მეხმარება რომ ყველა მხარეს დავინახო როგორ უნდა ვაწარმოო პრომპტის ინჟინერია. და პირველი ყოველთვის როცა რას ვაკეთებ ხოლმე არის კლოდს ვიყენებ. კლოდი არის ჩემი creative tool-ი, GPT არის ჩემი research tool-ი. GPT-ს O3 ეხა ბოლოს რაც გამოვიდა უფრო და უფრო ხშირად ვლაპარაკობ GPT-ს, მე ზოგადად ვლაპარაკობ რომ მიყვარს და წერა და ჩავრთავ ხოლმე და მთელი დღე საუბრობ ან სულ არის რა stand-alone იმაზე აყენია და stand-by-ზე აყენია sorry და სულ ვლაპარაკობ ვუზიარებ იდეას და შემიძლია ამის მიხედვით ძალიან deep research-ი გავაკეთო. მე ეს research-ი თუ ცოტა კრეატივში მინდა რომ გადავიტანო, რა თქმა უნდა ვაკეთებ რაღაც TXT files ან MD files, გადმომაქვს ასევე კლოდის knowledge-ი. ეხლა ეს არის 3 საათის განმავლობაში რაც გავაკეთე და
აქაც ვინახავ შესაბამისად. Prompts როცა ვიწყებ ხოლმე ყოველთვის ვცდილობ რომ რაც შეიძლება სწორად მივაწოდო, რისი თქმაც მინდა რა. და ამ შემთხვევაში ახლა რადგან ეს SaaS პროდუქტი მინდოდა რომ გამომედგა, ეს SaaS პროდუქტი ძალიან დიდი ხანია მინდა რომ ვქნა. ეს არის ბევრი მინახავს გავს, მაგრამ სხვანაირად მინდა გამოვაკეთო. ეს არის subscription manager-ი. ძალიან ბევრ subscription-ს ვიყენებ და ყოველთვის მეკარგება, რადგან ჩვენი იმის ბანკების ალბათ mostly რაც გვაქვს, რავი, საქართველოს TBC არ ჩაუშენებთ ეს რაღაცა Revolt აქვს, მაგრამ აქ არ არის მაგის კულტურა subscription-ების, ყოველთვის მეკარგება ხოლმე და აზრზე არა ვარ, რა დროს რომელი subscription უნდა გადავიხადო. პლუს აზრობრივადაც ვერ უკავშირებ დაახლოებით რამდენს ხარჯავ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის და გაბნეული რო არის ზუსტ დროებში მე ცალ-ცალკე Notion-ის templates ან spreadsheets არ ვაკეთებ, რაც ამას უკვე ინახავ და მინდა და ამის უფრო მარტივი, გამარტივებული tracking ტიპის SaaS-ი გამეკეთებინა და დავიწყე მიმოწერა. პირველ რიგში მე ყოველთვის ვაკეთებ, research-ი აქ გამოვტოვე, იმიტომ რომ უბრალოდ ძალიან შემატევადი იყო, deep research ვაკეთებ ხოლმე ყოველთვის და ამას არ ჭირდება deep research-ი, იმიტომ რომ ამის მსგავსი რაღაცები არსებობს უკვე და რაღაც ახალს არ ვიგონებ თვად, უფრო approach-ია პრობლემა და მინდოდა რომ გაიკეთებინა brand strategy-ი, იმიტომ რომ brand strategy-ის მერე შემიძლია კარგად გავშალო ნებისმიერ ფორმატი, ანუ შემიძლია UX writing-ის გავაკეთო, თუნდაც marketing-ი გავშალო, MVP ჩავშალო და ასე შემდეგ, ანუ თუ ვიცი მე სტრატეგიულად რას ვურტყამ, შესაბამისად შემიძლია მე დეტალებში ველაპარაკო, როგორც გამოსწორდება ისე. და ნუ აქ ამ შემთხვევაში ახლა ჩამოწერილი აქვს ეს რაღაცები, MVP საქმე მე მიწერა, technical requirements დამიწერა, მაგრამ მე არ მithქვამს, რომ მე ვიხარ პროცედურა Lovable-ში გავაკეთებდი ამას, მაგრამ რატომაც არ გაითვალისწინა. ნუ მე აქ რამოდენიმე iterაცია ვცადე, phase-ები დავამატე და ამ phase-ებში თავარი მუღამი ის იყო, რომ MVP-ში რაღაცა phase 1-ში ვაკეთებთ ამას, phase 2-ში ვაკეთებთ ამას. მაგრამ ეს რომ Lovable-ს გაიგო, მაგისთვის არის prompt-ის ინჟინერია საჭირო, ანუ შესაბამისი storytelling-ი, რომ მანქანის ენა მანქანამ გაიგოს რაღაც მომენტში. ახლა ეს ძალიან ზედაპირულად აქვს ნაკეთები, იმიტომ რომ როგორც კი შეზღუდული დრო დავიწესებ მე თვითონაც და ამის გაუმჯობესება რა თქმა უნდა შეიძლება. და parallel რეჟიმში აუცილებლად ვინახავ ამ ყველაფერს project knowledge-ში. რადგან ამას ანუ მე პროს ვიყენებ აქ, მაგრამ limited resource-ი არის და შესაბამისად ერთ longer conversation-ები ყოველთვის პრობლემურია და მე მიმართავ ხოლმე ამ მეთოდს ვინახავ project knowledge-ში და refining-ს უკეთებ ყოველჯერზე. ანუ შემდეგში რომ გამოვიძახებ ამას სხვა chat-ში, იქაც თუ დავარეფაინებ, დარეფაინებულ შევინახავ და ანუ რაც უფრო მოკლედ შევამცირებ ინფორმაციას project knowledge-ში, მით უფრო ეფექტურად შევძლებ კომუნიკაციას. ანუ ახლა რო აი აქ ამდენი რაღაცა არის, შემდეგ refinement-ში ამდენი რაღაცა აღარ იქნება. ანუ არც შენახული და არც კომუნიკაციაში. ნუ ამ შემთხვევაში ხა prompt-ის ნაწილს არ ჩაუღმავდები და გავაკეთე, დავაპდეითე მოკლედ ესენი, შევქმენი რამოდენიმე prompt-ი და ამ prompt-ის მიხედვით უნდა გადავიდეთ ახლა დიზაინის ხარეს. და უშუალოდ ამის ხარეს, რა, Lovable-ის ხარეს. Lovable-ს ამის გარდა გამომიყენებია რამოდენიმე სხვა პროექტში და ახლა ვცდილობ რომ მთლიანად ჩემს სტარტაპშივე გამოვიყენო როგორც დაახლოებით front-end ინჟინერი. თალკი კი ყავს front-end ინჟინერი, მაგრამ რაღაცების quick demo როცა მინდა, უბრალოდ შამატევადი არის. V0 გვამ კი ახსენა, მე V0-სთან მაქვს პრეტენზიები, V0-ს ვიყენებდი. V0-ზეც მაქვს ეს პროექტი გაკეთებული თავის დროზე, რაც 90 change, 97 change მაქვს გაწეული, მაგრამ V0-ს ეფექტურობა იკარგება, ანუ V0 უფრო ვიტყოდი front-end tool-ი არის ვიდრე full stack-ი და ჩემთვის ეს უფრო full stack-ია და უფრო კარგი არის ეფექტურობის ნაწილში. რადგან კლოდიდან წამოვედი უკვე შემეძლობს, კლოდიდან შემეძლო წამოსულიყავი საბუანში და მიმეცა უკვე შესაბამისი პრომპტი და წყეში მივეცე ეს პრომპტი. და ამ პრომპტის მიხედვით, აი, ჩამოუწერე, როგორი სტილი უნდა ყოფილიყო, რაზე უნდა ყოფილიყო და ამის მიხედვით დაამიწყო. ეხლა ვერსიებს არ გავხსნი, იმიტომ რომ უკვე საბოლოო დონემდე ვარ მისული. დავიწყე ამების უფრო დახვეწა პრომპტები შესაბამისად ვიცი და ნუ ძირითადად ასე ვწერ ხოლმე, რომ ანუ რო ამუღამებს უკვე ამასთან, ასევე knowledge base-იც მაქვს აქ როგორც იმაში, ანუ აქ გაწერილი მაქვს, რომ ჩემი კომუნიკაციის ენა ესმოდეს სწორად. ასევე
დაამატეს მე ბოლოში chat only, რომელშიც ეს შემილია დავსკიპო, მაგრამ ამას არ ვსკიპ, ამიტომ კლოდი მაინც უკეთესად მაქვს ათვისებული. და საბოლოო ჯამში კლოდსა და ამას შორის როგორ უნდა მოვახდინო სინქრონიზაცია, ისე რომ აქედან კლოდს უგზავნი screenshots და კლოდიდან აღებულ რაღაცას უგზავნი ამას აქეთა გარემოში ასევე screenshots. ანუ screenshot-ები ხდება ძირითადად ახლა კომუნიკაცია თუ რამის დახვეწა მინდა, მაგალითად copy-ს დახვეწა მინდა თუ ასე შემდეგ. ამათა დაამატეს სხვათა შორის ორი კვირის წინ ფუნქცია, სადაც edit შემილია ამების ცალ-ცალკე, ანუ უკვე error-ი დაარტყა. Nice. არ მინდოდა რომ error-ი დაერტყა, მაგრამ მაინც დაარტყა. Okay. ნუ მოკლედ შემიძლია ამის ძალიან ცუდი რა შემიძლია. Okay, შემიძლია. შემიძლია ამის ფონტის ზომა შევცვალო, მოკლედ რაღაცა Figma-ს semi-კომპიუტერი გაიჩნდა რატომღაც ეს lovable-ი. ანუ შეგიძლია დაადიზაინო, შეგიძლია ასევე შექმნა მთლიანად full stack გარემოება და deploy-ო და ასე შემდეგ. რატომაც მომწონს კიდე ერთ-ერთი დამატებითი არის Supabase-ის მიბმა შემილია, რომ ცალ-ცალკე შენი არა ვაწყო Supabase-ში, მეზარება და ძალიან ტვინის ხუნვა არის და თუ მაინც და მაინც ამის source-ი, ანუ აქ რაღაცა ლიმიტები გაქვს allowable-ში, კურსორს ვიყენებ საკმაოდ დიდი ხანია როგორც ვახსენე და კურსს ერთად ვაკეთებ უფრო broad იმებს რა ქვია script-ებს და რაღაცაებს რომ მაგ Figma-ს მაგალითად plugins და მსგავს რესურსებში უფრო ვიყენებ ვიდრე full stack აპლიკაციის გაშვებაში. და თუ მაინც რაღაცას ჩაძრომა მინდა და აქ არ ყოფნის ამის limitation-ი მაქვს შესაბამისად იქით გადამაქვს ამ edit code-ით GitHub-ში. ეხლა უშუალოდ ეს რას აკეთებს რა, ამას რა დავუბრუნდეთ. Figma-ში ამასობაში ასევე კიტი მაქვს, რომელიც ძალიან მარტივად შემიძლია ავაწყო, აი რა section by section წუთებში და ეს დიზაინ სისტემა უფრო ვიდრე ნაკლებად კიტი, მაგრამ ნუ კიტად ჩავთვალოთ. და ნუ ამას რო ავაწყობ, შემიძლია მე უთხრა რომ ესეც ააწყო, ესეც ააწყო და ესეც ააწყო. ნუ Visual-სგან განსხვავებით ამის პრობლემა ჯერჯერობით რაც არის, პირდაპირ პლაგინი არ არსებობს. რო აი ეს გადაიტანო მაგალითად ახლა Lovable-ში. ერთი ვარიანტი არის რომ უბრალოდ attach გავუკეთო, ანუ ფოტო წამოიღო, ანუ აი ესე დააჭირო და ჩააგდო აქ და უთხრა რომ build a pixel perfect version of this თქო რა და ანუ აგიწყობს. მაგრამ pixel perfect-ი როგორც ხედავთ არ არის. მეორე ვარიანტი არის ასევე ერთი თვის წინ დაამატე, ეს არის builder.io სადაც builder-სა და Figma-სა და Lovable შორის არის ინტეგრაცია. builder.io არის ცალკე რა ვიცი როგორ ავხსნა, მაგრამ შეგიძლია აქაც გადმოიტანო client კოდში გადაიტანო დიზაინი და თავიანთი რაღაც დამატებითი ისენი აქვთ ფუნქციები ნაწერი და შეგიძლია რა ნებისმიერ საიტი გაუშვო. აი ეგრე მარტივად ავხსნი ახლა ამას. და აი ამას რომ მონიშნავ უკვე დემოები არ მწყალობს დღეს. აქ უნდა ამოაგდოს ახლა წესთან, რატო გამომაგდო არ ვიცი, იმიტომ რომ შესული ვიყავ. ეხლავე. გამოგიჩნდება რომ export code შეგიძლია, authorize გავუკეთოთ. ის წესე. ხელახლა მოვთაგავ, ან ხელახლა გავუშვებ ამას. შემიძლია ხა export to codes დავაწევი. ამის დემოს გავაკეთებ, იმიტომ რომ არ არის თლად დიდ დროის. ჯერ enterprise-ში აქვს ხოლმე design სისტემა და design video-ია, რაც ნიშნავს რომ ეს კომპონენტები ცალკეულად მე როგორც მაქვს ხა design სისტემაში აწყობილი, შემიძლია წავიღო ცალკე, იქ ავაწყო იქაურ გარემოში და პირდაპირ მქონდეს მოკლედ relation-ები რა, ანუ იქაც იგივე გარემო მქონდეს და აქაც იგივე გარემო მქონდეს. ეხლა უბრალოდ easy variant-ს ამიწყავს, რაც ნიშნავს რომ აი hard code ვარიანტი იქნება ჩვენს ენაზე. ეხლა თვითონ ეს რა შვება რა, ეგრე გავაკეთე. შიგნით რა არის, მარტო landing page ხო არ არის აწყობილი. მიმული მაქვს magic link-ებით არის, ანუ sign up-ის გვერდს არ ვაკეთებ ხოლმე პირდაპირ აქ email-ს ჩაწერ, magic link-ს გამოგიგზავნის, დარეგისტრირებული ხარ დარეგისტრირებული magic link-ით შეხვალ, მაგრამ Google-ით დავსაინინდეთ. გაქვს მოკლედ ესეთი გარემო, სადაც ნახულობ შენს იმებს, რა ქვია, subscription-ებს. ამას ახლა ბევრად დახვეწა აკლია, მაგრამ შეგიძლია დაამატო რაღაც, არ ვიცი, Netflix-ი, რომელიც ღირს არის $10, ეს არის monthly.
ძაცუდი კალენდარია, არეული აქვს. დიზაინს არ მომშავია ამის, იმიტომ ნაკლებად ხა კონცენტრირებული მას სტრიმინგიას არის და ნუ არის active-ზე. ნუ დაამატებს წესით თუ არ დაამატა. დემო გამაზა. ხო, არ დაამატა, ძალიან ცუდი რო არ დაამატა. წეს დაამატებს, იმიტომ რომ ჩემი დამატებულია. ამის edit-ით შემიძლია. მაქვს account-ის გვერდი, რომელიც ასევე არ მუშაობს. რაიტაკა, ხო. მე ყველა ჩემს SAS თუ რაღაც ინიციატივას ყველგან ვამატებ deactivate accounts, იმიტომ რომ მე მგონია რომ არაეთიკურია, ვინც ამას არ აკეთებს და ყოველ ჯერზე მე რომ მეშლება ეგეთ პლატფორმებს რო ვიყენებ, სადაც ეგ არ არის. ძალიან ცუდია რომ ეხლა არ ამატებს ამას, იმიტომ რომ სანამ შემოვიდოდი აქ ამატებდა და რაღაცა უეჭველი გამაზა. და builders რო დავუბრუნდეთ, ბარემ უცებ. ნუ აწყო launch project და ეხლა ვნახავთ რეალურად რა აწყო. ჩაიჭრთება. ჩემი ინტერნეტის ბრალია სავარაუდოდ. არა, ოკეი. ხო, აქაც იგივე მეთოდიკით არის, რომ ეუნება რომ build up pixel perfect როგორც გუასთან იყო Vizero-ში, როცა აგდებ ამ იმას რა ქვია, Figma-ს artboards როგორც ფოტოდ, დაახლოებით იგივენაირად აკეთებს. უბრალოდ intelligence-ის ამბავია, რომელს უკეთესი აქვს. ჩემი დაკვირვებით ეს საკმაოდ ნორმა არის. Vizero ჯობია გონი მაგნაწილში. დანარჩენში ვერ ჯობია. ეხლა უცებ აწყობს ამას და მოვურჩები. ძალიან რო არ შეგაწყიათ, იმიტომ რომ ისეც დიდი ხანია ვართ. აი 11-ზე დავამთავრებ წესთ. ძალიან კაი დემოა, არ შეიზღუდო თავი. ძალიან მოგწონს, ძალიან მაგარი. ხო, ეხლა დააპდეითებს წესით. მოკლედ აწყო, რაღაცაები გამაზა, რა თქმა უნდა, ანუ ჯერ კიდე აკეთებს. მაგრამ my version versus this one, ანუ ეხლა ეს მე აწყობელი მაქვს screenshot-ით პირობითად. არის რა თქმა უნდა სხვაობა ეს ბევრად უკეთესია. ნუ იმებს თუ არ შევთვლით, რომ ეს დაფოლიშებულია. საბოლოო ჯამში პრობლემურია ეხლა ეს ნაწილი, იმიტომ რომ ძალიან early არის და ვალოდ იმიტომ გააკეთეს რომ hype ყოფილიყო community და აი დაიწყეთ და გამოყენება builder HEOS-ია, მაგრამ რეალურად builder HEO თვითონ თავის თავში არის კარგი და არა ამ ინტეგრაციით. სავარაუდოდ ამას ცალკეულად Figma-სთან უკეთეს ინტეგრაციას გააკეთებენ და უკეთესი იქნება, მაგრამ მე ნაკლებად დარდობ ეხლა დიზაინების აწყობაზე, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ფუნქციონალი. მაგრამ დიზაინების აწყობა შემიძლია, ანუ ეს შემიძლია ეხლა გადავიტანო, ანუ ამის HTML-ი დავაწერინო თუნდაც Vizero-ს, ანუ სხვა მსგავს რაღაცას კურსორში შემიძლია წავიღო და ძირითადად ფორმატებით იმავშები ხომ ვლავირებ, ანუ შემიძლია PDF-ი აუტირთო clothes, ან SVG მივცე, ან CSS-ი მივცე და რაც შეიძლება მეტი contextual connection-ი მივცე რა. ანუ მე თუ CSS მივცემ ახლა clothes, მივცემ image, მივცემ SVG-ს და მივცემ PDF-ს, ყველა ფორმატს მივცემ. Efficiency ამ ნაწილში რომ ეს ააწყოს pixel perfect-ი გაიზრდება. რადგან ყველანაირ იმას თანხმედრას მოუძებნის რა. მაგრამ როცა მე ფოტოს ვაძლევ ერთულება რა თქმა უნდა შესაბამისად. ანუ რაღაც matching-ი აქვს და იმის მიხედვით აკეთებს. მაგრამ CSS-ში თუ დაინახა რომ რაღაცებს ნორმალურ სახელი ქვია, თან Figma AI-საც ვიყენებ თან rename layer-ებს და შესაბამისად ნორმალურ სახელებს არ ქმნის. ანუ HTML სტრუქტურას ქმნი დაახლოებით აქაც რო შეხედავ, აი პირობითად რაღაცა navigation, container, lead და ანუ რაღაც დებილურ სახელები არ წერია რა. ვერ გაიგოს. საბოლოო ჯამში საით მივდივართ. კურსორი ხო ეს. და ნუ ეს იმის თქვა მინდოდა რომ ესეც აწყობილი მაქვს. Vercel როგორც კომპანია ძალიან მიყვარს, მაგრამ ძალიან არაეთიკური კომპანია მგონია. რაღაც მომენტში, იმიტომ რომ მინახავს სკრინები ადამიანებს ლამის $100,000 გადახდა უწევდათ და აი даже იმაშიც გონიან არაეთიკური რომ ამათ subscription-ს ყიდულობ და მაგ subscription-ის დაკენსელების მერე მინდოდა კარდის მოხსნა და კარდი ვერ მოხსენი და მიზეზი არ ეწერა, ძალიან გაუბრაზდი მაგაზე და მე deactivation-ი ხო ის არის, ჯადო არის, ანუ ორჯერ უნდა ჩაწერო delete-ი, რომ გააკეთო, უნდა გაიმეორო რა პროექტში და delete my project და ასე შემდეგ რა. მე ისმის რომ ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ Vizero-ს იმის გარდა რომ აქვს ეს რაღაცა smooth process-ი და ერთ-ერთი პიონერი იყო ამ ხარეს, მაინც
lovable-ი ჩაგრავს. ჩემი აზრით full stack-ში. ამის ინტერაქცია შემიძლია ახლა წერო მართლა შემდეგ 3 საათი და ავდგე და product-ზე დავპოსტო. ოღონდ რა თქმა უნდა დავაპოლიშებ უკეთესად ახლა ნახავ რა პრობლემები აქვს აქ ახლა დემოშიც ის რომ გამაზა რაღაცები, მაგრამ საკმაოდ კარგი ის არის რა, ჩანს რომ აი ახაზეს აკეთებ, დემოს აკეთებ და ეგ როცა ისეთ მარკეტზე ხარ, სადაც გჭირდება, უცებ გააკეთო. რატომაც არა. და მე ვხედავ ადამიანებს, ვინც ალბათ unlimited სასებს გააკეთებენ დროთა განმავლობაში, როცა დაიხვეწება ეს მეთოდი. სულ ეგ არის. მომენტ მეცაც არ გავაზიარებ. იმ community-ში Discord-ში ვარ და DKI როცა იქნება მზად, აუცილებლად მოგიწევთ, როგორც waitlist user-ები და ეხლა კითხვას მოვისმენ. თუ არის რა თქმა უნდა. ძალიან კაი იყო. ერთი მე ან პირდაპირ ეგრევე რა კითხვაც მაქვს. პირველ რიგში იმ კომენტარს გავაკეთებდი არცერთ ხარ მიცდია რომ front-end-ის იქეთ დამეგენერირებინა რაღაცები, ან lovable-ით, ან ვიზიროთ, ან ასე შემდეგ. იდან მან ჩერდებოდი ხოლმე და მე ყოველთვის პირდაპირ ჩემით ვიწყებდი back-end-ის იმას, მაგალითად რაღაც ინტერვიუზე თუ რაღაც მითხეს რომ ეს გააკეთე, front-ი მეზარებოდა, უცებ დიზაინს და front-ს ერთიანად დავაგენერირებდი და მივაბომდი back-ზე და ეს კაი აღმოჩენა ჩემთვის რომ Supabase იდეაში იდეალური ვარიანტია იმისთვის რომ უცებ მოახერხოს თვითონო პირდაპირ front-იდან ცალკე იმის აწევის გარეშე მიაბას. ხოდა რა შეეხება იმას რომ builder-იც გამოიყენე და lovable-იც. მე თვითონაც ვცადე ადრე lovable-ის გამოყენება. სადღაც მივხვდი რომ შუაში რაღაც builder IO-ც გამოიყენა და არ ჩავძიებდი ვარ საკმარისად რომ გამეგო, ანუ რა შუაში ან მარტო lovable რაში არ ყოფნის, ანუ builder IO რაში გამოიყენა, ანუ CMS-ი აქვს მაგას თავის თუ ვერ მივხვდი ეგ ნაწილი. არა, builder-მა ეხლა დაამატა, მოკლედ X-ში ესეთი hype აიწია, რომ builder-ის ლოგო და ის lovable-ის ლოგო იყო თავიდან ფოტოში და მე ყველა ძალიან დაჰაიპდა რა არისო და რადგან lovable-ს არა აქვს პირდაპირ feature-ი რომ Figma როგორც Visio-ში ჩააგდა, როგორც image-ად კი ჩააგდა იქაც, მაგრამ ანუ არ აქვს ეგ recognition-ი, builder-ის ტიპი ადგა და დაამატა ეს ფუნქცია, სადაც Figma-დან builder-ში გადაგაკ და builder-იდან გადაგაკ მე lovable-ში რა. რადგან builder-ს აქვს თავისი არ ვიცი, machine-ი უკეთესად განვითარებული ვიდრე lovable-ს მაგნაწილში, მაგითი დაეხმარა. და მე რაღაცა 3 ლოგო ერთად გაიჩიტა და უფრო მეტად დაჰაიპდა ხალხი, რომ ვაუ, რაღაცა სასწაული შეიქმნა. ამ დროში ძალიან მაგარიც არ არის. უბრალოდ რაღაც სათამაშო არის ჯერჯერობით, იმიტომ რომ ვერ ვიყენებ. ანუ ეს კოდი მე ხა ვერ მიმაქ იქით, რომ lovable-ის ერთი პროექტიდან მეორე პროექტში ჩავდო. ანუ ამითი თუ დაიწყებ, კიდე make sense, მაგრამ იმ builder-ს თავისი ისა აქვს კიდე დამატებით pricing-ი, ამასაც თავისი pricing-ი აქვს და აიხლართები ძალიან ბევრ pricing-ში და ჯობია რომ რა ვიცი screenshot-ები წახვიდე რა ისე. თუ გავიცი, პასუხი არ ვიცი. Okay. ესე იგი კითხვა იყო პირველი მე მგონი, რომ bolt new replit რომელიმეზე თუ გიცდია Visio-ს მსგავსადო. და ახლა ნაწილობრივ გაეცი ამას პასუხი, მაგრამ შეიძლება ეგეც. bolt new-ს განიტესტავს, bolt new-ს ხალხს შორის დაემატა ახლა რამოდენიმე დღის წინ native web-ების გაკეთება შეგიძლია Swift-ზე iOS-ზე ჩვეულებრივ. ეგ ძალიან მაგარია და მაგით გამოარჩევს უბრალოდ bolt და lovable ერთმანეთსგან ეს უფრო web-ის ხარეს არის, ანუ web-ის რა, ხო, ის არის Swift-ზე ვერ წერს ეს. შესაძლოა ის იქიდან ხარეს გამომიყენებია, გავაკეთე რაღაცა, სატესტოდ დიდი ხანი აღარ ვიყენებდი მე და არ ვიცი. და replit-ი გამომიყენებია კი, replit იყო პირველი ალბათ, რომელიც ამ lovable-ამდე და იმამდე გამოვიყენე, რა ქვია, Visio-ამდე და replit-იც კარგია იმ ნაწილში, რომ მეტი საშუალებას მაძლევს, ანუ limitation-ი ბევრად მაღალი აქვს ვიდრე პირობითად ამას და სხვა შორის error handling-ი ბევრად უკეთესია ასევე replit-ს. მაგრამ რატომღაც lovable-ს შევეწყვე უფრო use case-ად უფრო ეს ავიღე ვიდრე replit-ი რა. ბევრს ვერ ყველაფერს ვერ გავტესტავ ერთდროულად ცოტა მიჭირს. Okay. შემდეგ კითხვა იყო, რომ უთხრა, რომ გაფიქსოს დამატების ბაგი. გაფიქსავს? რისი ბაგიო? აი დამატების ბაგი რო ქონდა. კი, უეჭველი გაფიქსავს. შეიძლება გავაკეთო ახლა და გაჩვენოთ 100%. უბრალოდ კონსოლს ვნახო. გავაფიქსიროთ რა. კი. Okay. მანამდე სხვა კითხვებს ნახავ თუ გინდა და შენ ბოლოში ვქნათ მაშინ და თან კონსოლს ნახავ რა ჯანდაბა ეტაკა, რომ ისე ზეპირად არ უთხრა რა.
Okay, challenge accepted. Respect-ები დაიწერა Builder.io-ზე და Ursel-ი დააჰეითა ყველამ, დიდი მადლობა. ვინმე სხვა უნდა ვინმე სხვა უნდა ჩატიდან დაჯოინება. ანუ იდეაში კითხების დროს ვფიქრობთ, მაგრამ ეხლა basically მორჩა თოქების ნაწილი და რავი, კი ძალიან გადავსვით დროს, მაგრამ ალბათ რავი 15 წუთი შეუძლია თუ ვინმეს უნდა დაჯოინება და დააჯოინოს და იკითხოს რამე ნებისმიერ relevant თემაზე. მაგრამ აჩვენებენ შენ დაინახავ მაგას მარტო მე ვერა. ხო, თქვენ audience-ში მითხართ გიჩათ ალბათ ბატონი join. ან რაღაც ეგეთი და დააჭირეთ და დაგაექსეპტეთ და ეგ არის. Okay, არ უნდა არა. ასეთი აქტიურობაც არ არის საჭირო, გადაიტვირთება სერვერები. ეს ამოვჭრათ. კი. აი, Kiwi აჰეითებს Nest-ს, აუცილებლად თუ დამიტყვა, რომ Nest.js კიდევ ერთ ჰეითერი. Announce next meetup date before end. Okay. აჩვენ მოიწერა ჩატში დაახლოებით 5 წუთის წინ, რომ მოდიო, 2 კვირაში ერთხელ კი არა, 3 დღეში ერთხელ ჩავწეროთო პოდკასტიო. და ამიტომ სავარაუდოდ მალე იქნება. და ნუ ესეთი ჩვენ თავიდანვე რო დავიწყეთ ეს თემა, ძალიან community ვიყავით ჩვენ თვითონაც ხაინდა ეს ჩვენ 4 და ყოველთვის community იყო მთავარი ხაინდა და ამიტომ community-ს და ეს მივაწვევით რა. ზუსტად არ ვიცით ალიბე. See. Q + 1 არ ვიცი ას ნიშნავდა დაჯოინება ხო არ გინდა? აქვს ერთი off topic კითხვა რა. რა არის GUAS? კი არის რატო არის ესეთი არგი იმიჯი? ანუ რა სიყენებ? iPhone-ის კამერა გაქვს? არა, სხვადასხვის მოიცა ჩავხედო MacBook-ი მაქვს ყველაზე პატარა i2 2022-იანი, რა ვიცი. ისეთი არა. ძალიან აი ხარისხით არის და თან ბლარიც ალბათ განათებაც უწყობს ხელს. FaceTime HD უნდა კონდეს შენ მაგს ეგ დასერჩი და მაქედან მაქვს სეტინგები გაწერილი და კარგად აკეთებს რაც გასაკეთებელი. Thank you. ეს FaceTime HD-ით გამოდის ეს. მოკლედ მივწერე და ნახოთ ალბათ თუ გაფიქსავს. კონსოლში ვერაფერი ვერ ვნახე. თან არაფერს არ ჩვენს რომ დავაჭირე არაფერი არ ქნა იდეაში და უთხარი რომ არაფერი არ ქნა თქვა და ეხლა თვითონ თუ მიხვდება პრობლემა. სავარაუდოდ რაღაცა აურია იმაში როცა დიზაინი გადაქონდა და ოკეი, საინტერესოა. Даже Superbase-ის SQL change-ები მითხრა. აზრი არ ვარ ხარ ასამს, მაგრამ დავაი. მე ანუ ეს ხო შეიძლება დააფაბლიშო და ჩააგდე და bug bounty დავაწესოთ, რომელსაც გადაიხდის აჩო. მიწერეთ. მიწერეთ. დომეინიც მაქვს ნაყიდი ამის ადრე მინდა და ქვია sub.1 უბრალოდ ამოიღეს ახლა აქ იყო custom domain-ის და ახლა Netlify-ზე და Vercel-თან აკეთებენ ამას. ანუ აქ პირდაპირ ვერ იზამ და ეგ ძალიან სტრანი იყო სხვათაშორის. ოკეი, მეუბნება რომ გაფიქსა. დავაი, დავაფაბლიშოთ და ნახოთ production-ში. ეხლა ამით drum roll. Yeah, let's see. Kiwi შემოდი და გაგვიმიქსე drum roll-ი, რომ
ჩვენ ხო არ გვაქვს საერთოდ sound effect-ები პოდკასტში და So again, okay. ეხლა harder loaded. It's mine ყოველ შემთხვევაში. საერთოდ აი ეს ამბავი იქნება პრობლემა, იმიტომ რომ ეს მერე დავამატე ბოლოში და შეიძლება ვერ აკეთოს. მაგრამ ნახოთ please. Okay, nice, cool. Hold it at დამისვა once uბრალოდ ვერ გავიგე. Thank you. Nice. Okay, guys, pick it up. We're done. Okay. ეგარ. ხო. ანუ 2-დან 2 ისეთი undeterministic demo 2 იყო და ორივე საბოლოო ჯამში იმუშავა, which is unexpected.